ნიუ-იორკში მედებმა და ორმა მსხვილმა სამედიცინო ცენტრმა მონტეფიორესა და მაუნტ სინაის საავადმყოფოებმა მიაღწია შეთანხმებას, რომ დაასრულებენ თითქმის ერთთვიან გაფიცვას. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პერსონალის გაზრდას, უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. წინასწარი შეთანხმება უკვე გამოცხადდა. ამავე დროს გაფიცვა კვლავ გრძელდება ნიუ-იორკის პრესბიტერიანის საავადმყოფოებში, სადაც მედებმა 12 იანვრიდან შეაჩერეს მუშაობა. სამწუხაროდ ნიუ-იორკის პრესბიტერიანის საავადმყოფოში ჩვენი ორი მთავარი საკითხი კვლავ დღის წესრიგშია. ეს არის კადრების უზრუნველყოფა. ნიუ-იორკში სწორედ პრესბიტერიანი იყო ერთადერთი საავადმყოფო, საიდანაც გასულ წელს უამრავი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რამაც ხელშეკრულებაში სამუშაო უსაფრთხოებასთან და დათხოვნებთან დაკავშირებული ჩანაწერების საჭიროება შექმნა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით. ამასთან გაფიცვის დაწყებისას პრესბიტერიანი ერთადერთი საავადმყოფო იყო, რომელსაც არ ჰქონდა ინდუსტრიის სტანდარტის შესაბამისი კადრების კონტროლის მექანიზმი მაშინ, როცა მონტეფორსა და სინაის საავადმყოფოებს ეს უკვე ჰქონდათ. ამიტომ ამ საკითხებისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება. ცხადია, უკიდურესად გულდასაწყვეტია, რომ სხვა დამსაქმებლები მზად არიან თანამშრომლებს სამართლებრივად გამართული კონტრაქტები შესთავაზონ, მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ გაურკვეველ ვითარებაში ვართ. მიუხედავად იმედგაცრუებისა, უკან არ ვიხევთ და ვიბრძვით ჩვენი უფლებების დასაცავად. ნიუ-იორკის პრესბიტერიანის ადმინისტრაციის განცხადებით მიღწეულ იქნა შუამავლების მიერ შეთავაზებულ გეგმაზე შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ხელფასების ზრდას, მედების პენსიით უზრუნველყოფას, სამედიცინო დაზღვევის გაგრძელებასა და პერსონალის რაოდენობის გაზრდას. იმედიანად ვარ განწყობილი, ნამდვილად ასეა, ჩვენ დიდი ხანია აქ ვიბრძვით. მთავარი რაც გვინდა საზოგადოებამ გაიგოს ის არის, რომ ეს მხოლოდ შემოსავლის ზრდას არ ეხება. ვიცი, რომ ხშირად ასე წარმოაჩენენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის ჩვენი შესაძლებლობა პაციენტებზე უსაფრთხოდ და სათანადოდ ვიზრუნოთ. თუმცა გაფიცვული მედები აცხადებენ, რომ სამუშაო დატვირთვის, შემცირებისა და დასაქმების სტაბილურობის საკითხები სრულად ჯერ არ არის მოგვარებული. პროფკავშირში ამბობენ, რომ ნიუ-იორკის პრესბიტერიანის საავადმყოფოებში გაფიცვა კვლავ ძალაში რჩება.